ყველაზე ხმაურიანი ნიუსი, რაც სექტორში გავრცელდა Trump Organization-ის მიერ ქართველ პარტნიორებთან ერთად თბილისში 70 სართულიანი მრავალფუნქციური ცათამბჯენის Trump Tower-ის მშენებლობას ეხებოდა. პროექტი დედაქალაქში ყველაზე მაღალი ნაგებობა იქნება და იგი ფუფუნების კლასის საცხოვრებელ ბინებსა და სასტუმრო ტიპის ინფრასტრუქტურას გაერთიანებს. როგორც გამოცემა Wall Street Journal-ი წერს, Trump Organization-ი საქართველოში მშენებლობას არქისა და ბიოგრაფი ლივინგის კონსორციუმთან ერთად განახორციელებს. პროექტში ჩართული იქნება ასევე ნიუ-იორკში დაფუძნებული დეველოპერული კომპანია Sapphire Organization-იც, რომელიც Trump-თან წარსულშიც თანამშრომლობდა. როგორც Wall Street Journal-ი წერს, ცათამბჯენი გაერთიანებს მაღალი დონის საცხოვრებელს, რითეილ და სასტუმრო სტილის ინფრასტრუქტურას. Trump Organization-ის ვიცე-პრეზიდენტის და ასევე დონალდ ტრამპის შვილის ერიკ ტრამპის თქმით, აღნიშნული ცათამბჯენი საქართველოში კომპანიის უმაღლესი ხარისხის სტანდარტებს დაამკვიდრებს. აღსანიშნავია, რომ დონალდ ტრამპის მიერ საპრეზიდენტო ვადის დაწყების შემდეგ მისმა კომპანიამ საერთაშორისო ბაზარზე ლიცენზირებისა და ბრენდინგის სტრატეგია გააძლიერა. მსგავსი პროექტების განხორციელება უკვე ახლო აღმოსავლეთში, ვიეტნამსა და ინდოეთში დაიწყო. ცნობისთვის მას საქართველოსთან მჭიდრო ოჯახური კავშირები აქვს. მნიშვნელოვანია ითქვას ისიც, რომ საქართველოში ტრამპის ბრენდის დაბრუნების მეორე მცდელობა ეს უკვე 2012 წელს ბათუმში დაგეგმილი პროექტი, მაშინ ტრამპის თქმით, ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილების მიზნით შეჩერდა. საბოლოოდ 2017 წლის იანვარში ტრამპის ორგანიზაციამ და Silk Road Group-მა ერთობლივი განცხადებით სალიცენზიო ხელშეკრულება ოფიციალურად გაუქმეს. თემაზე პირველი კომენტარი დღეს BMG-სთან კომპანია ბიოგრაფი ლივინგის აღმასრულებელმა დირექტორმა ვასილ ფხაკაძემ გააკეთა. მისი თქმით, გადაწყვეტილება ქვეყნის საინვესტიციო მიმზიდველობაზე პოზიტიურად იმოქმედებს. დამატებითი დეტალები პროექტის განხორციელების ვადების შესახებ მოგვიანებით აზუსტდება. ჩვენ ძალიან ვამაყობთ, რომ ისეთი კომპანია და ისეთი წარმატებული საერთაშორისო ბრენდი, როგორც არის Trump Organization, შემოდის საქართველოს ბაზარზე. ჩვენ როგორც უკვე აღნიშნეთ, ჩვენს განცხადებაში სამ პროექტს ვახორციელებთ კომპანია არქისთან ერთად და სხვა რამდენიმე ქართველ ლოკალურ პარტნიორთან ერთად და ასეთი დონის ბრენდის შემოსვლა, რა თქმა უნდა, მიუთითებს იმაზე, რომ საქართველო არის განვითარების უკვე ახალ ეტაპზე, იქიდან გამომდინარე, რომ მსგავსი ტიპის ბრენდები უბრალოდ ესე არ შედიან გარკვეულ ბაზრებზე და ეს არის ტრამპის პირველი ბრენდირებული აპარტამენტები ჩვენს რეგიონში და ეს არის სიგნალი ინვესტორებისთვის, ეს არის სიგნალი ადამიანებისთვის, ვისაც უნდათ, რომ ჩვენ ქვეყანაში განახორციელონ ინვესტიცია, რომ საქართველო არის უსაფრთხო ქვეყანა, რომ საქართველოში შეიძლება დიდი კაპიტალის დაბანდება